მოგესალმებით ჩემო ქართველებო, ემიგრანტებო და არაემიგრანტებო. ახლა უნდა ვთქვა მეტად გულის ამომგდების სიტყვები რა, რაც ჩემმა თვალებმა იხილა ბათუმში, როგორ ძირკვალდნენ ქრისტიანულ ჯვარს, ეგრეთ წოდებული ქრისტიანი და ვითომ ქართველი პოლიციელები ასეთი რამ მე ჯერ არ მინახავს. ასეთი ბარბაროსობა ჯალალედინმა და თემურლენგმა და შაჰ-აბასმა იკადრეს მხოლოდ და რასაკვირველია რუსმა ბარბაროსებმა. ტყუილად როდი ამბობდა ივანე ჯავახიშვილი რომ რუსეთი ისეთივე ბარბაროსია როგორც მუსლიმი დამპყრობლები და უარესიც კი და მეტი დაგვიშავა ვიდრე მათ, მაგრამ დღეს რუსეთი მოქმედებს ჰიბრიდულად. კვლავ ჰიბრიდულად. ის არ იცვლის თავის ტაქტიკას. და როდესაც ძალიან გაუჭირდება, ხოლო მაშინ ერთვება სრულმასშტაბიანად. ახლა მას სურს ყაველაშვილის ხელით თურქეთში მოაწყოს ვიზიტები, ისაუბროს აქ ოდესღაც გასახლებული მესხეთის თურქების დაბრუნებაზე, რომლებიც იყვნენ ოკუპანტები და რომლებიც გაიყარნენ კავკასიიდან. და რუსეთი ცდილობს მუდამ სპეკულიროს, რომ თითქოს და ის კავკასიელების პროტექტორია და იბრძვის კავკასიელებისათვის. როდის იყო კავკასიელების გენოციდში მონაწილე იმპერია, რამეს გააკეთებდა ჩვენს სასარგებლოდ. და ახლა მის გეგმაში არის შემდეგი რამ. აჭარაში მდგომარეობის დაძაბვა ამ მთავრობის ხელით, მომავალში თურქული ელემენტის ჩამოსახლება და ადგილობრივ მოსახლეობაში კონფლიქტების აგორება, რასაც არაერთხელ შევსწრები ვართ არა მარტო თურქეთთან მიმართებაში, არამედ აზერბაიჯანთანაც. გვახსოვს ხო? ინციდენტები. ქართული მარშის, ალტინფოსი და სხვადასხვა პრორუსული ჯგუფებისა, რომლებსაც აკონტროლებს საპატრიარქო, კანონიერი ხელისუფლების დამხობაში მონაწილე საპატრიარქო, იარაღის საწყობი, წითელი სამღვდელოებისა და კრემლისა. მაგრამ ამაზე ცალკე. ახლა რუსულ გეგმაში შედის აჭარის რეგიონში და ასევე სამცხე-ჯავახეთში მდგომარეობის დაძაბვა, შემდგომ მშვიდობის მყოფელის როლით შემოსვლა და საქართველოს ოკუპაცია. ჩვენ ამას არ დაუშვებთ. ბრძოლა ბოლომდე.